გთავაზობთ ისმაილ პერეს მელ კარმაინის შოუზე. მელ კარმაინი მიესალმება ისმაილ პერეს და ამბობს, რომ ისმაილი არის საგალაქტიკოშორისო კონტაქტორი და ის დღეს ამბობს, რომ ყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელსაც უნდა მიაქციო ყურადღება აუცილებლად. ამბობს წამყვანი და უსვამს პირველ კითხვას ისმაილს. თქვენ ქონდათ რამდენიმე ინტერვიუ და თქვით, რომ ტრამპი ხანდახან აკითხავს მას, სადაც არის კარიბჭეები. მისი შვილებიო მამასთან ერთად გზავრობენ მარსზე. ესე იგი ტრამპის შვილები თუ გზავრობენ მამასთან ერთად მარსზე, თუ მოგზაურობენ მარსზე. და მაინტერესებსო, ეკითხება პერეს წამყვანი მელ კარმაინი, როდესაც ისინი აპირებენ გამგზავრებას, გამგზავრებიანო ხოლმე მარსზე, თუ ხდება დეკომპრესაცია რა და ასეთი გზავრობა გავლენას ახდესო ორგანიზმზეო. ისმაილ პერესი პასუხობს, ბავშვები რჩებიანო შინ, რადგან ეს არის სამხედრო საიდუმლო ოპერაცია. მე ისკენ არ ვიყავი დარწმუნებული, გამიხსნა თუ არა ამდაგვარი ინფორმაცია, მაგრამ ინფორმაციის გახსნა ისე ახლოსა, რომ დღეს ამ საკითხს მნიშვნელობა არ აქვსო. მიწერ ალიანს უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაიგონ, რაც შეიძლება ადამიანების დიდმა რაოდენობა. ის, ესე იგი, ტრამპი და მელანი ურთიერთობენ, მათ აქვს ჭიდრო ურთიერთობა პლეადენელებთან. ხო, რამიდან გითხრათ, იმ დროს, როდესაც ეს ვიდეო გადაიტანა და აიტვირთა, ეს იყო თურმე 22 წლის 12 ნოემბერი, იმ დროს მელანია იყო ცოცხალი, ახლა მელანია გარდაცვლილია. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ მელანიას ახსენებს. ხო, ეს არის 22 წლის ჩანაწერი. კი, ტრამპი მოგზაურობისას გადის დეკომპრესიულ პროცედურებს, ესე იგი, იმ ტექნოლოგიების საშუალებით, რომელიც გააჩნია ალიანს, ჩვენ გვაქვს საშუალება შევქმნათ საჭირო ატმოსფერული გარემო, რომელიც იძლევა საშუალებას ისუთხო ჟანგბადით. მარს როგორც ხედავთ ჩვენ შორიდან ხედავთ ცარიელ პლანეტას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სიცრუე. ჭეშმარიტი მარსი გამოიყურება როგორც ღამეს ნიუ-იორკი ან როგორც დუბაი. თუმცა ალიანსმა კოლონიზაცია გაუკეთა მთელ პლანეტას. მარსზე მიფრინავენ და იქედან მოფრინავენ ხომალდები ჩვენი პლანეტიდან, დედამიწიდან და აგრეთვე გალაქტიკის სხვადასხვა ნაწილებიდან. ეს არის ცოცხალი სავაჭრო ცენტრი ალიანსის და სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რომლებიც შედიან გალაქტიკურ საზოგადოების, ასე ვთქვათ, წრეში. ჯერ მარტო ირმის ნახტომიდან იქ მოედინება 200,000-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენლები. მისელ ტრამპს კარგად იცნობენ ჩვენ გალაქტიკაში და თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლსო. დედამიწის კანდიდატურა იყო მიღებული პლანეტების გაერთიანებული საბჭოთი. არ დაგავიწყდეთ, ეს არის 22 წელი და ის არის ადგილობრივი პლანეტა, ესე იგი, პლანეტა საშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს იუპიტერის მთავარსარდლობა. დარასაკურველია ცნობილია, რომ
იუპიტერის ხელმძღვანელობა თანამშრომლობსო მზის დაცვასა, TKP-სთან, კოსმოსურ პროგრამებთან. და ახლა დედამიწა ისევ შედის პლანეტების გაერთიანებულ ორგანიზაციაში. ახლა მხოლოდ დროის საკითხიაო. ახლა უფრო შეცვლილია. ეს მე ახლა დავხედე, მაგრამ რადა არ ვიცოდი რომ ძველი ჩანაწერი იყო. მაგრამ მე ჩათვალე რომ ეს კაცი ყოველთვის ამბობს რაღაც საინტერესო ინფორმაციას და ამიტომ კი ეს არის 2022 წლის ვიდეო, რომელიც განვითარებულია რუსულ ენაზე, მაგრამ გავიდა ამის შემდეგ, ისე იგი 23, 24, 25, 3 წელი, მე 3 წელი მიდის ახლა. ხო და ეგებ რამე საინტერესო თქვენს მოგაწოდოთ. გოგოების პანდორა, ეკატერინა ქვია, ალენა პერეგინა, ლეტალია და ოლგა ტანიდა და მეორე ოლგა დადიან ხშირად ეს ასუნი ვლადიმირი ხშირად აქვენ კონტაქტები. ახლა უფრო ის კი არა კურატორები დაუყენეს დედამიწას, რომელსაც ქვია ვალია და ვლადიმირი. ვლადიმირს უძახიან, ისე სხვა სახელი აქვს. ხო, ჟღერს როგორც ვლადიმირი და როდესაც ეს გოგოები დაუშვათ დევნიან დემონებს, არღვევენ ეხმარებიან ადამიანებს კონტრაქტების გარღვევაში, იწვევენ galaktikul სასამართლოს წარმომადგენლებს და მათ მიყავთ წვრილ პლანზე ისინი, ხო, ეს ყველაფერი ხდება წვრილ პლანზე. რადგან ისინი ვინც დემონურ სამყაროს ეკუთვნიან და ვინც კოსმოსურ პროგრამებში მონაწილეობენ პროგრამებს მართავენ, ეგენი ყველა ითვლებიან წვრილ დონეთ, იმიტომ რომ ის უკვე სხვა სივრცეა. სხვა პლანეტაზე რომ მიდიხარ, იქ უკვე სხვა განზომილებაა, სხვა დროა. მარსზე მაგალითად სულ სხვა დრო იყო, სადაც სახურობდა მაშინ იმ წლებში. თვალეზე სულ სხვა დროა. ფაქტურად და სხვადასხვა სივრცის ვიბრაციები. და წამყვანი ეკითხება ისმაილს, რა სისწრაფით ხდება ეს ყველაფერი, იგენი გარდიანო, კარიბჭეებსო, მე ყურადღებას თვალს ვადევნებო ბასიაგოს. მე მგონი კი, ბასიაგო კი, ერთი ვიდეო მაქვს მე ბასიაგოს თუ ორი ვიდეო დადებული. დიახ. ლინკოლს რომ ჩააკითხა იმ წარსულში და ლინკოლ უნდა გამოსულიყო სიტყვით. და იმ მომენტში, როდესაც ის ელოდებოდა ლინკოლნის გამოსვლას, ის ლინკოლთან არ მიუშვე. იმ დროინდელმა ფოტოგრაფმა დააფიქსირა ეს ბასიაგო იყო მაშინ 13-14 წლის და ბასიაგო წარსულში გაუშვენ პლაზმური კამერიდან. ხო და როდესაც ეს და პლაზმურ კამერიდან გაგზავნის დროს პლაზმური კამერიდან განზავრებისას შენ გაქვს არ გაქვს დიდი დრო. რაღაც დროის შემდეგ შენ უკან ბრუნდები. და როდესაც ფოტოგრაფმა დააფიქსირა ეს ბავშვი, ეს ბიჭი, ის უკვე ქრებოდა ხედელობიდან, რადგან პლაზმური კამერა უკან ისი დავდა და ფოტო რომ გადაუღეს ამბის, თვალები არ ჩანდა, თვალების ადგილას ორი ის ქონდა სინათლე, თვალები და ცხვირდაპირის ადგილას ქრებოდა უკვე. შემდეგ ის ფოტო მომავალში რასაკვირველია აჩვენეს მას. თურმე დროს შეუნახია ის ფოტო, როგორ გადარჩა არ ვიცი. ხო და წამყვანი ახლა ყვება ამ ბასიაგოზე, რომ ის გადიოდა კარიბჭეს, ეს ყველაფერი მე წაკითხული მაქვს და გეტყვით ჩემი მოსმენილი მაქვს და გეტყვით ჩემი სიტყვით, დიახ, ბასიაგოს მამაც იყო მონაწილე საიდუმლო კოსმოსური პროგრამების რაღაც პროგრამის ხელმძღვანელიც იყო და თავის შვილი ჩართო ამ საქმეში შეგნებულად.
და მამის ზურგით გაყვა ამ გზას შვილიც. ხო, ის მოგზაურობდა დროში. ესეგონა როგორც მისი მამა ქონდა ამის საშუალება. და ის კი არა გონი რამდენიმე წელი მსახურობდა კოსმოსში. შემდეგ მას გაუკეთეს ასაკობრივი რეგრესია და ამ რეგრესიას დაჭერდა 2 კვირა იმდროინდელი ტექნოლოგიით 2 კვირა დაჭერდა, რომ ბავშვის ზომაზე მოსულიყო ესე იგი მოზარდი იყო, ხოლმე წაიყვანეს და მოზარდულ მდგომარეობაში უნდა დაებრუნებინა და თითქმის 2 კვირა იყო გამოკეთილი ოთახში სადაც გადიოდა ასაკობრივ რეგრესიას. ისმაილი პერეზი ამოწმებს იმას, რომ არსებობს ოთახები, დიახ, არსებობს ოთახები, შედიხარ ჩვეულებრივ შენობაში, არსებობს ლიფტებიც. ჩვეულებრივი ლიფტია, მაგრამ იქ არის ორნაირი პანელი. ერთი ჩვეულებრივი ლიფტის ღილაკებია, მეორე სპეციალური პანელები, რომლითაც შენ რთავ კარიბჭეს და მიდიხარ სადაც გინდა. მოტესtildeად მარსზე. და არის სპეციალური ოთახები, ხომ გეუბნებით, პლაზმური სადაც ხდება პლაზმური ტელეპორტაცია, არის ოთახები, სადაც დაყენებულია სპეციალური ტექნოლოგიები და ხდება მასე, შედიხარ და გადიხარ. გასვლის დროს აღმოჩნდები იმ ადგილას, ნებისმიერ ადგილას კოსმოსში, სადაც შენ მოისურვებ, სადაც შენ გინდა. ხო, წამყვანი ეუბნება ისმაილს, რომ მელანია 20 წლით უმცროსიაო ტრამპზე, მაგრამ ტრამპი გამოიყურება როგორც ხარიო. გარეგნულად არა, გარეგნულად ასაკის გარეგნობა აქვს, მისი ასაკის, მაგრამ მეტყობაო ტრამპი ამ მე გეუბნები თვითონ რომ არსებობს მეტ საწოლები, სადაც დაწვები და გაკურნებული ადგები იქედა. ხო და წამყვანი ეუბნება ისმაილს, ალბათო ამ მეტ საწოლებში მკურნალოსო ტრამპი, როდესაც გაფრინდებაო იქ. და ამით ინარჩუნებსო ჯანმრთელობას, რადგან ძალიან ჯანსაღი კაცი ჩანსო გარეგნულად. ეს ამბავი მეტ საწოლებთან დაკავშირებით რო გეთხოვ 25 წლის ხუან, ვიღაცას გიჟები ვეგონებოდითო, მაგრამ ახლა თქვიანო ჩვენ გიჟებად. პერესი პასუხობს, თქვენი აზრები ტრამპთან დაკავშირებით მე მიმაჩნიო სიმართლეთ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ის იყენებსო მეცატოლებსო, აქ უფრო სხვა ტექნოლოგიებიაო გამოყენებული. აპარატურა, რომელიც ეხმარება გამოიყურებოდეს ტრამპი უფრო ძლიერად, უფრო ჯანმრთელად, რაც საჭიროა მისი ამოცანის შესასრულებლად. ის კი არა, კენედი უმცროსიც გარეულია ამ საქმეში და გადიცო საჭირო მკურნალობას. კეთდება ყველაფერი, რომ მისი ჯანმრთელობას ხელი შეუწყო. წამყვანი ეკითხება პერეს, ხომ არ ამზადებინო ტრამპ უმცროს შესაძლოათო, მამის შესაძლოათო, როგორც შემცვლელ პიროვნებას. პერესი პასუხობს, რომ ივანკას ამზადებინო ტრამპ უმცროს კი არაო და ივანკა ახლა კვტარია, მაგრამ თურმე ივანკას ამზადებდნენ როგორც შემცვლელს ტრამპის, მაგრამ ტრამპმა ივანკას მეტი იცოცხლა, ახლა ცოცხალია. არით ამბობენ ტრამპი კვტარიაო და არ ვიცი, შეიძლება ის ტრამპის ორეულიაო. ივანკა ვიცი რომ გარდაცვლილი იპოვეს. პერესი ამბობს, რომ ივანკას ამზადებენო გახდესო ლიდერი, არაო სავალდებულო ეს 2-3 წელში მოხდესო, 10 წლის შემდეგო. მაგრამ 10 წლის შემდეგ რომ დადგესო ახალი პოლიტიკური მდგომარეობის ლიდერი, მაგრამ მე მიკვირს როგორ დადგება ის ხომ გარდაიცვალა, ახლა მე მგონია ვინმე სხვას მოამზადებენ. ტრამპის თელ ოჯახს აქვს კავშირი, ძველი კავშირები იესოს და მაგდალენას ოჯახთანო. არსებობს სისხლიანი კავშირები საზოგადოებაში, თეთრი ქუდები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირები მეფე დავითთან და სოლომონთან. ეს აგრეთვე ეხება კენედის ოჯახს და პრინცესა დიანას ოჯახს.
ისინი ყველა ერთმანეთთან დაკავშირებული და მათ ერთი მტერი ყავთ, რომლებიც მათ ეს ეჯიბრებიან, ეს არის ეს იყო უბრალოდ მაშინდელი სახელმწიფო, რომლებიც ედგა თავში ამერიკას და რომელიც მართავდა დედამიწას, რომლებიც ასოციაცია ხდება ბნელ ქუდების საზოგადოებასთან და მათი დრო დამთავრდა. ეს იქნება კოლოსალური გახსნა, რომლის მონელება გაჭირდება და აქ საუბარია ესე იგი გამოსაცდელ ხაზებზე, რომლებსაც თეთრი ქუდები ინახავდნენ ათასწლეულების განმავლობაში და ეს ხაზები ქონდა დატოვებული აქ 21 საუკუნეში. წამყვანი იკითხება, რამდენად შორს ვართო ჩვენ ვასხალთა შორისო მოგზაურობისთვისო. ჩვენ კიდევ დიდი დრო დაგვჭაო იქამდე, როდესაც ჩვენ შევძლებთო ჩვენ პირად ხომალდში ჩასვლას და იმ ადგილების უკაცრავად იმ ადგილების იმ ადგილებში გავზავრებასო, სადაც ჩვენ მოვისურვებთო. რა დრო უნდა დედამიწიდან მათ გალაქტიკებამდე, რადგან უცხოპლანეტელებს აქვთ არალინეიური დრო. დედამიწაზე ლინეიური დროა და იქ არის არალინეიური დრო. მაგი მეგონი მაგის თარგმანი ნახე ინტერნეტში, მაგრამ არ მახსოვს, ძალიან რთულია გამოსათქმელად. ისმაილ პერესი ამბობს, ამათწლეულების ბოლოსთვის ჩვენ გავეგზავნებით ნებისმიერ ვარსკვლავთან. ნებისმიერ სისტემაში ვიმოგზაურებთ ჩვენი გალაქტიკის ფარგლებში და ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს მიღმა. ჩვენ ცდომას მივიღეთ არა მხოლოდ პლანეტების მიმართ, რომლებიც განლაგებულია ირმის ნახტომის გალაქტიკაში, არამედ სხვა გალაქტიკებშიც. ეს კულისების მიღმა უკვე ხდება. ბევრს ესმის, რომ არსებობს გამოყოფილი ჯგუფები, რომლებიც და მილიონი ადამიანებია, რომლებიც უკვე გარეული არიან ამ გალაქტიკასა შორისო, ვარსკვლავთა შორისო გალაქტიკურ ურთიერთობებში. ეგ მხოლოდ დროის საკითხიაო, როდესაც ეს ინფორმაცია იქნება გახსნილი მთელი მოსახლეობისთვის. როდესაც დედამიწის მოსახლეობა იქნება მზად მასიური კონტაქტისთვის უცხო პლანეტელებთან. მზად იქნება სისტემებთან და პლანეტებთან ურთიერთობისთვის. ხო, ყველაფერი მოხდება თანდათანობით და ეს გახსნა აუცილებლად მოხდებაო ამ 10 წლეულის ბოლოს განმავლობაში. ხო, პერესი ამბობს, რომ ჯერ საჭიროა, რომ ხელისუფლება ბნელი ძალებიდან გადავისვით თეთრ ძალებში, მის ხელებში. კი, ახლა ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ თეთრი ძალები აკონტროლებენ დედამიწის ტერიტორიებს თითქმის, მაგრამ ჯერ არის ის, ჯერ ჩრდილოვან ხელისუფლებას აქვს ჯერ ძალა აკონტროლოს და ის აკონტროლებს ისეთ იარაღებს, რომ თუ მოისურვა შეუძლია განადგუროს დედამიწა, ან მესამე მსოფლიო ომი წამოიწყოს. თუ დავაძალეთ და თუ შეავიწროვენ ჩრდილოვანი სახელმწიფო, მან შეიძლება ახლა რა ხდება? ახლა ჩვენ დროში რა ხდება? ყველგან არეულობებია, ემიგრანტები იწვევენ არეულობებს, აფროამერიკელები ტეხავენ მაღაზიებს, სასმელების ჯიხურებს, ბომბებს კი იყენებენ, რომ ააფეთქონ და სასმელები წაიღონ უფასოდ. არეულობები ამ არეულობებს ვინ აწვობს თქვენი აზრით? დასაკვირველია ჩრდილოვანი სახელმწიფო, მან იცის, რომ მისი დრო იწურება და უნდა არიოდარიოს ყველაფერი. იმის შემდეგ, რაც დედამიწა აღადგინეს პლანეტარული გაერთიანების ორგანიზაციაში, ყველაფერი ხდება სწრაფად. ამას აგრეთვე აქვს კავშირი ფართომასშტაბიან გალაქტიკურ მოლაპარაკებთან, გალაქტიკასა შორისო მოლაპარაკებთან, მოვლენებთან, რომლებიც ხდება ჩვენთან ზღვის სისტემაში.
ისინი ამზადებენ თანათანობით ჩვენ მზის სისტემას. გახდეს მულტისამყაროს ცენტრი. ჩვენ ვიქნებით როგორც მაგალითი, როგორც საჩვენებელი პლანეტა, რომელიც გამოდის ნებისმიერი ბიბლიური დასამეტყველების ფარგლებს მიღმა. ამგვარი ეკითხება თუ პლანეტა ნაკლებად განვითარებულია ვიდრე ჩვენი პლანეტა. პერესი პასუხობს, რომ კი, ჩვენი galaktikis gare უბნებზე, ასე ვთქვათ, არისო ბევრი სამყაროები, რომლებიც ჯერ დგანარიანო განვითარების გზაზე. და იქ ცოცხალი იქ სიცოცხლე წარმოდგენილიაო, ისეთი ცოცხალი არსებებითო, რომლებიც ჯერ არ დგანარიანო მაღალ ცნობიერების დონეზე. ამ საყაროზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრიმიტიული სამყაროები. ეს ის სამყაროებია, რომლებიც ევოლუციონირებენ მეოთხე საკონცენტრაციო წრეში ირმის ნახტომისა. galaktika ირმის ნახტომის ცენტრი სავსეა სინათლის და ამ ცენტრში განლაგებულია უფრო მაღალ განვითარებული ცივილიზაციები, galaktikuri საზოგადოებები. მათ შეუძლიათ მიიღონ ენერგია მთელი galaktikis რაიონიდან, იმით რომ უერთდება მის ბირთვს, galaktikis ბირთვს. მეორე კონცენტრირებულ წრეში, რომელიც არის განლაგებული სინათლის ირგვლივ, არსებობენ ვარსკვლავთა საშორისო ცივილიზაციები. მათი ყოფა გრძელდება თითქმის მესამე კონცენტრირებულ წრემდე. პლანეტათა შორისო ცივილიზაციები კი არიან განლაგებული მეოთხე კონცენტრირებულ წრეში. და ყველა პრიმიტიული სამყაროები კი ნაწილდება galaktikis გარეუბანში. ბოლოში და ქმნიან მეხუთე კონცენტრირებულ რგოლს, წრეს. და ეს მუშაობს ასე, რაც უფრო ახლოს ხარ ცენტრთან, მით უფრო მეტი განვითარებული ხარ ენერგეტიკულად, სულიერად. წამონი ეკითხება, მე მინდაო გავიგო თუ რა კულტურა არსებობსო შორეულ პლანეტაზე. თქვენ ხართო იქ ნამოხმი, თქვენ ცხოვრობდითო იქ, თუ თქვენ წინა ცხოვრებებში იყავითო იქ. და მე მაქვსო ჩემი ჯგუფის კითხვები. ხო, როდესაც ჩვენ მივახცეთო ჩვენ დონეს, გადავლახავთო ამ გადასასვლელს, მე ხო მოგვინდებაო გართობა ხომ ცოდვა არ არისო და რას აკეთებენო მომბინადრეები სხვა პლანეტებზე. როგორ ერთობიანო ისინი თუ მათ აქვთ თუ არა სასპორტო ღონისძიებები, ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონები. გეთაყვა მოყევით თუ ეს ყველაფერი როგორ გამოიყურებაო. პერესი პასუხობს, ეს მაღალ განვითარებული სამყაროებიო, უკვე ჩანერგილი აქვენო თავიანთ ცხოვრებაში სიყვარული და ბედნიერების შეგრძნება. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ოქროს ხანას, რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის თამაში. მათ აქვთ ძალიან ბევრი დრო იმისათვის, რომ თავიანთ ტალანტები განვითარდნენ სულიერად, გააფართოვონ თავიანთი ცნობიერება. არავინ არ არის მიჯაჭვული მაგალითად, ხო არის ზოგი, აი ჩვენთან მაგალითად დედამიწაზე ადგენენ სიას, ადგენენ გეგმას, თუ რა დროს რა უნდა გააკეთო. მკაცრად გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ცხოვრობენ. იქ არა ასეთი და დაგეგმილი ცხოვრება არაა. იქ დაუგეგმავად აკეთებენ ყველაფერს. რადგან იქ მათთან დრო, ასე ვთქვათ, თითქმის არ არსებობს მათთან. ამ სამყაროების ცხოვრება იმდენად გარმონიულია, შეწუხება მათ შორის არ არსებობს. ისინი არასდროს არ არიან შეწუხებულები. იქ არ არსებობს დეპრესია. ყველა არიან ერთმანეთის მიმართ ატყობილი. ერთმანეთთან მუშაობენ სრულ ჰარმონიაში. და პერესმა მოიყვანა მაგალითი, ავიღოთ ჩვენი ორგანიზმის უჯრედები. თუ ჩვენი ორგანიზმის უჯრედები არ იცხოვრებენო ჰარმონიაში ერთმანეთთან, ყველაფერი დაინგრევაო, ხო? დაიშლებაო.
აგრეაო იქაც სამყაროები ცხოვრობენო არსებობენო ერთმანეთთან ჰარმონიაში და ამიტომ იქ ყველაფერი არისო დალაგებული. მათ ესმითო, რომ ისინი არიანო დიდი კოსმოსური ორგანიზმის უჯრედები, დიდი სამყაროს კოსმოსური უჯრედები. ხო, ყველა მათგანი ჩაღმავებულია ერთობის კანონში. იმ ერთობის კანონში, რომელსაც ახლა მე ვთარგმნი. ხო, დიდი ხანია ხელი არ მომიგედია და სამი თავი მაქვს გონი ნათარგმნი. ხო, სამი თავი. პირველი წიგნის სამი თავი მაქვს, სამი სეანსი უბრალოდ ნათარგმნი. ხო, ეს არის ის ერთობის კანონი, ერთის კანონი, რომლის მიხედვით ცხოვრობენ კოსმოსში. იმ მხოლოდ ერთი კანონი არსებობს, კოსმოსური ერთობის ერთის კანონი, ანუ რა მასალებს უწოდებენ მას დედამიწაზე. ხო, ეს კანონი აერთიანებს ყველა ცნობიერებას ერთ ცნობიერებაში, იქ ყველა ცხოვრობს თავისი ოცნებებით. აკეთებენ იმას, რაც მათ გულებს სურთ. კი, მათ აქვთ რასაკვირველია გასართობი, მაგრამ მათი გართობა არ არის შეჯიბრების მაგვარი, როგორც დედამიწაზე ხდება. აქ თუ ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, იქ არავინ არ ეჯიბრება ერთმანეთს. უბრალოდ ერთობიან ისე, რომ შეჯიბრების გარეშე. და მათ მიერ შექმნილი თეატრალური წარმოდგენები და ფილმები, ხელოვნება მიმართულია განათლებაზე, მიმართულია ცნობიერების გაფართოებაზე და გარესამყაროს შეგრძნებაზე. ხო, 22 მიდამდა გითხრათ, 22 წელი არის ის წელი, როდესაც არა, 21 წელს მოხდა მგონი. თუ მათ ვადამისე, 22 წელი წამყვანი ამბობს, არის ის წელი, დეკემბრის, როდესაც ცურვა მსახიობებმა უნდა დატოვონ სცენა. ხო, 22 წელს მოხდა გარდატეხვა მთავარი. 21-ში დაიწყო, მაგრამ მოხდა 22 წელს, ასე ამბობენ გოგოები. ხო, ეს გავს ფილმის დასასრულს ტიტრები მოდის ვინც მონაწილეობდა მათი გვარებისაო. როგორ გონია თქვენ, როდესაც ხალხი გამოიხვედებს და როდესაც ხალხი რა დროსაც გამოიხვედებს გალაქტიკური ფედერაცია როდის აჩვენებს თავის თავს ადამიანებს, დედამიწელებს, გამოხვედებულ ადამიანებს, ჩვენ რომლებიც ვართ გამოხვედებული, როდის გვაჩვენებსო თავს, რომლებიც ჩვენ ხო ვისწრაფითო წინ. ხომ არ იცითო თქვენ ვადა, როდესაც გალაქტიკური ხომალდები მოვლიან ჩვენთან და იწყებენ ჩვენ აგერ ვართ და წარდგებიანო დედამიწელების წინაშე. როდის მოხდებაო ეს? პერესი პასუხობს, ეს უნდა მოხდესო არაუგვიანეს 24 წლისა. მაგრამ ახლა ახალი ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც მე მოვუსმინე, არ ჩქარობენ, რატომ და ადამიანები არ არიან მზად, არ არიან. თქვენო ხორცისჭამა უნდა მიატოვოთ უბრალოდ ცხოველების მოკლა უნდა მიატოვოთო იმისით, რომ ჭამოთო ხორცს. ესე იგი, ცხოველები არ უნდა მოკლათო იმის გამო, რომ თქვენ ხორცის შეჭამოთო. არის ბევრი საშუალება, არსებობს რეპლიკატორები, ალბათ პირველ რიგში გავრცელდება რეპლიკატორები და სამედიცინო საწოლები. რატომ? რომ ადამიანების ჯანმრთელობა გაუმჯობესონ, რომ რადგან ეს შიმშილი, რომელიც არის დედამიწაზე გამოწვეულია ხელოვნურად. წარმოგიდგენთ, აფრიკაში ყველაზე მეტი შიერი ხალხი ცხოვრობს. არა და აფრიკა ძალიან დიდარი ქვეყანაა, ისა მატერიკია, ხო? მაგრამ ხალხს აშიმშილებენ და წარმოგიდგენთ, ხალხი თიხის პლასტინებს აკეთებენ და თუ აქ საშუალება ურევენ რაღაცას და ჭამენ თიხას. რო კუჭი შეისონ. წარმოგიდგენთ? და ეს არის ყველაფერი ხელოვნურად გამოწვეული. ხელოვნურად. ხო, პერესიმ თქვა იმ დროს, რომ 24 წელი უნდა იყოს ის დრო არის, როდესაც დედამიწა ისევ
ასე ვთქვათ, ჩასვამენო galaktikურ როგორ გითხრათ, galaktikuri ფედერაციის ალიანსში, ანუ გინდა თქვათ ფედერაციაში, იქ ბევრი ფედერაცია, სინათლის ფედერაცია, სამყაროების ფედერაცია, galaktikuri ალიანსი, galaktikuri სასამართლო და ასე შემდეგ. და დედამიწა უკვე ჩასმულია იქ. დედამიწას ყავს ბევრი წარმომადგენელი იქ, როდესაც ხდება და დედამიწას აკვირდებენ იქიდან პირდაპირ ეთერით. დიახ, და როდესაც გოგოები, მაგალითად პანდორა, ლეტალია და ბერიგინი ალეონა ატარებენ პლანეტარულ წმენდას, იგენი უყურებენ იქიდან. ან როდესაც დაუშვათ კლიენტის გაწმენდას აწარმოებენ, როდესაც აწარმოებენ საგვარეულო ხის გაწმენდას, საგვარეულო შტოს გაწმენდას, ისინი იძახებენ galaktikურ სასამართლოს და დამნაშავეებს აბარებენ მათ. და იქიდან უყურებენ პირდაპირ ეთერით ხანდახან ბევრ რამეს. დედამიწაზე არსებობს 330 თქვა პერესმა მგონი თვალწინ ქვეყანა და ეს ყველა ქვეყნები, შეიძლება შეითვალოს რაოდენობა, არავინ იცის. იქნება წარმოდგენილი იქ, galaktikურ საბჭოში, galaktikურ ფედერაციაში. კარგი, მოდით ამ ნოტაზე დავამთავროთ. მადლობა ყურადღებისთვის.